ჩვენ გამიხილეთ რა ახასიათებს ორგანიზაციას. ეს არის რესურსები, ანუ ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეს არის ინფორმაცია, ეს არის ტექნოლოგიები. ნებისმიერი ორგანიზაცია მუშაობს რაღაც გარკვეულ გარემოცვაში. ამიტომ ორგანიზაციას ახასიათებს გარემოცვაზე დამოკიდებულება. ეს იქნება ეკონომიკური პირობები, ეს იქნება სახელმწიფოებრივი რეგულირება, ეს იქნება კანონმდებლობა, ეს იქნება პროფკავშირები და ასე შემდეგ. ასევე ორგანიზაციას ახასიათებს შრომის დანაწილება. აქ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჰორიზონტალურ შრომის დანაწილებაზე და ჰორიზონტალურ შრომის განაწილებაზე. ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს ქვეგანაყოფები, განყოფილებები, სამუშაო ჯგუფები და ბოლოს აუცილებელი პირობა ორგანიზაციის არსებობისა ეს არის მენეჯმენტის აუცილებლობა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მენეჯმენტის აუცილებლობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციაში არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ ამ თუ იმ ფუნქციებს. მინცბერგი, ცნობილი ამერიკელი მენეჯმენტის თეორიის ფუძემდებელი, დაყო ეს ფუნქციები 10 როლად. ანუ მან დაარქვა ეს რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ამ თუ იმ თანამშრომელს, როლ და მის თქვათ სამუშაო მოვალეობებს, როლი. რა არის როლი? როლი ეს არის ყოველდღიური ქცევის შაბლონების ნაკრები, რომლებიც მოქმედებენ კონკრეტულ ორგანიზაციაში ან კონკრეტულ თანამდებობაზე. აი ეს 10 როლი მინცბერგმა დაყო 3 კატეგორიად. ეს არის პიროვნებად შორის ურთიერთობის როლები, ეს არის ინფორმაციული როლები და არის გადაწყვეტილების მიღების როლები. თითოეულ ამ კატეგორიაში შედის გარკვეული, ესე იგი როლები. გამიხილოთ პირველი კატეგორია, პიროვნებად შორის ურთიერთობის როლები. აქ შედის ნომინალური ხელმძღვანელი, ლიდერი და დამაკავშირებელი რგოლი. რას აკეთებს ნომინალური ხელმძღვანელი ორგანიზაციაში? პირველ რიგში ნომინალური ხელმძღვანელი ორგანიზაციაში ახორციელებს მნახველების მიღებას. მეორე მისი ესეთი სერიოზული ვალდებულება ეს არის სოციალური ხასიათის პასუხისმგებლობა და მესამე მან აწერს გარკვეულ იურიდიულ დოკუმენტებს ხელს. ლიდერი ამ კატეგორიაში ასრულებს შემდეგ ფუნქციებს. ის პირველ რიგში უკეთებს თანამშრომლებს მოტივირებას სამუშაოსთვის და მათ აქტივიზაციას. აუცილებლად პასუხისმგებელია საკადრო უზრუნველყოფაზე და ასევე პერსონალის ტრეინინგებზე. დამაკავშირებელი რგოლი. ეს არის პრაქტიკულად ორგანიზაციის ის ნაწილი, რომელიც ახორციელებს კავშირს შიდა ორგანიზაციის ქვეგანაყოფებს შორის და ასევე ორგანიზაციის გარეთ. ამიტომ ამ ესე იგი როლის ფუნქციაში შედის აუცილებლად კონტაქტების დამყარება და კონტაქტების შენარჩუნება გარემოცვასთან, ინფორმაციის შეგროვება, პოსტის მიღება და პოსტის ანალიზი და ასევე კარგი დამყარება გარემოცვასთან ურთიერთობების. შემდეგი კატეგორია, რომელიც არის, ეს არის ინფორმაციული როლები. აქ შედის მეთვალყურე, გამავრცელებელი და წარმომადგენელი. რას აკეთებს მეთვალყურე? მეთვალყურე პირველ რიგში აკეთებს ინფორმაციის მოძიებას და ინფორმაციის შეგროვებას, რომ ყველანაირად შეაფასოს ორგანიზაციის მდგომარეობა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. მეორე მას აკისრია ცენტრის ხელმძღვანელობა, ანუ სადაც ინახება შიდა ინფორმაცია ორგანიზაციაზე და გარე ინფორმაცია ორგანიზაციაზე. ასევე მან უნდა აუცილებლად იკითხოს პერიოდიკა და ანგარიშები, რომელიც გვხვდება სხვა კომპანიებით და ამ ორგანიზაციით. და ასევე პირადი კონტაქტები.
აუცილებლად, იმიტომ რომ პირადი კონტაქტები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან მოიძიოს გარკვეული ინფორმაცია თუნდაც თავის ორგანიზაციაზე ან მის მდგომარეობაზე გარეთ. გამავრცელებელი ეს არის პიროვნება, რომელიც ავრცელებს ორგანიზაციაში ინფორმაციას, აგროვებს ამ ინფორმაციას ორგანიზაციაში, ჩატარებს კრებებს, სადაც ხდება ამ ინფორმაციის გაცვლა და ასევე გადასცემს ამ ინფორმაციას ტელეფონით. წარმომადგენელი პირველ რიგში გადასცემს ინფორმაციას ორგანიზაციის გეგმებზე, ორგანიზაციის პოლიტიკაზე, ორგანიზაციის ქმედებებზე და ორგანიზაციის მუშაობაზე ორგანიზაციის გარეთ. ასევე ეს არის ექსპერტი ამა თუ იმ, ესე იგი, სფეროში, რომელშიც მუშაობს ორგანიზაცია. იგი აუცილებლად ატარებს მმართველობით კრებებს, სადაც განიხილება ეს საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ადრე. და ასევე გადასცემს ინფორმაციას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს. მესამე კატეგორია, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის გადაწყვეტილების მიღების როლები. აქ შედის მეწარმე, პასუხისმგებელი შეფერხებებზე, რესურსების გამანაწილებელი და მოლაპარაკებებში მონაწილე. მეწარმე ეს არის ძალიან საინტერესო როლი ორგანიზაციაში, ალბათ ყველაზე საინტერესო როლი ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ის სწავლობს ორგანიზაციას შიგნით და როგორ ეს ორგანიზაცია მუშაობს, სწავლობს პოტენციალს, ამ ორგანიზაციის პოტენციალს, არის პროექტების ინიციატორი და პროექტების ხელმძღვანელი, სტრატეგიის შემმუშავებელი, იმიტომ რომ მაგას ეხება პროექტებთან დაკავშირებით სტრატეგიების შემუშავება და ასევე აკეთებს ანალიზს ამა თუ იმ სამუშაოს, გაწეულ სამუშაოს და ასევე ახალი პროგრამების და ახალი რაღაც მიმართულებების განვითარებაში. შეფერხებებზე პასუხისმგებელი არის პიროვნება, რომელიც ორგანიზაციაში აგვარებს ყველანაირ პრობლემებს იმისთვის, რომ არ მოხდეს შეფერხება პროდუქტის წარმოების დროს, ამ პროდუქტის გაკეთების დროს, ამ თქვათ პროექტის შესრულების დროს და ასე შემდეგ. მაგას ეხება სტრატეგიის შემუშავება აი ამ პირობებში, დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტასთან, ასევე ანალიზი, პრობლემების ანალიზი, თუნდაც უკვე გადაწყვეტილი პრობლემების ანალიზი და ვთქვათ მომავალი შესაძლებელი პრობლემების ანალიზი იმისთვის, რომ კარგად იყოს მიღებული და სწორედ იყოს მიღებული გადაწყვეტილება და შემუშავებული შესაბამისი სტრატეგია. და ასევე კრიზისული სიტუაციებიდან, აი ამის ყველაფრის საფუძველზე კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა. რესურსების გამანაწილებელი, ეს არის პიროვნება, რომელიც დასახელებიდან გამომდინარე ასრულებს რესურსების განაწილებას, გეგმების შედგენას, ბიუჯეტის ფორმირებას და ასევე პროგრამების ფორმირებას, თანამშრომლებთან მუშაობის პროგრამების ფორმირებას. მოლაპარაკებებში მონაწილე პიროვნება წარადგენს ორგანიზაციის გარეთ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და ასევე აქვს უფლება, რომ მოაწეროს ხელი ორგანიზაციის ხელშეკრულებებზე და სხვა საბუთებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არსებული 3 კატეგორია, არსებული 10 როლი, ყველა ადამიანს ორგანიზაციაში აკისრია ეს თუ ის ფუნქცია. შეიძლება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ორგანიზაციაზე და ჩვენ ვამბობდით, რომ იმისთვის, რომ ორგანიზაცია არსებობდეს, სრულიად საკმარისია, რომ იყოს 2-3 ადამიანი. ამიტომ შეიძლება, რომ მოხდეს შეთავსება ამ ფუნქციის ორგანიზაციაში და ვთქვათ 2 ან 3 პიროვნებამ შეითავსოს რამოდენიმე ფუნქცია, რამოდენიმე როლი ამ ორგანიზაციაში.
აქედან გამომდინარე, რომ არსებობს ეს ფუნქციები, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საერთოდ მენეჯმენტი. რომ მენეჯმენტი ეს არის დაგეგმარების, ორგანიზების, მოტივაციის, კონტროლის პროცესი, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის მიზნების ფორმულირებისთვის და მიღწევისთვის.